საღამოშვიდობისა პატრონატო მაყურებლობო ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ გაენათელი მეტროპოლიტ ივანე. დაგვრჩა თქვენ თქვენი მოფება საკვირაო სახარება ეხლა იწყებოდა ამ სიტყვებით. სანთელი სხეულის არის თვალი. ამიტომ თუ თვალი შენი წრფელი იქნება, მთელი შენი სხეული ნათელი იქნება, ხოლო თუ თვალი შენი ბოროტი იქნება, მთელი შენი სხეული ბნელი იქნება. და ამით რო დავიწყოთ და განვიხილოთ კვირის სახარება. სანთელი არის თვალი. როგორ ხედავს ადამიანი? ეს ხედვა ფიგურისგან სულიერი ხედვა, არა ვიზუალურად ეს ხედვა კედელია, ქუჩა, სახლი, ადამიანია, ბუნება, ეს არა ფიქრობ. რატო ხედავ ჩვენ? ეს რა მოვლენები ხდება ქვეყანაში. და როგორ ვაცნობიერთ ამას. თვალი კომუნიკაციის საშუალებაა. ისე როგორც სმენა, როგორც მეტყველება და ამასო აი ორი გასხებული არის ხედვის. თუ წრფელი არის, ან გულწრფელი, სინის კარნახით, კაც მოყარებით, სამშობლოს მოყარებით, ადამიანთა ღვთის მოყარებით, სიწმინდის ზნეობრივ დაცუგერებით, ხო? თქვენ მაშინ შენთვის სასარგებლოა ხედვა. შენ სულ იზრდები და თუ ყველაფერს აღიქვა შენ, რასაც ხედავ. ბოროტები, ხო? უნდა განეკითხო, უნდა დაამცირო, უნდა შეურაცხო. რატო? ის არ ემთხვევა იმას, შენ როგორ გესმის. მაგრამ ამ შემთხვევაში საზომი არის არა კონკრეტულად სხეულია, ნაწილი სხეულის, არამედ საზომი რა თვალით ხედავს ადამიანი. სახარების სეული ხედვა თუ დაცული ბუნების, გაურებული დაცული ბუნების რომელიც ავსია თავის ცოდებით. ეს ორხრივი არის ეს თვალით ხედვა. რა თვალით ხედავთ, როგორ ვაფასებთ მოვლენებს შენ გარშემო, ამით ჩვენ ვაცხადეთ, რომ ჩემ შინაგან სამყაროს როგორ ვაზროვნებ მე, როგორ ვძნობ მე, რას ვიწონებ, რას ვარყოფ და ამ შემთხვევაში თუ გულწრფელი ხარო, გულწრფელი ყველა დღეს გულწრფელი ვარო. ისმის ბოროტებას ჩადის გულწრფელია და ვინც მართალია გულწრფელია. მაგრამ ეს ხარ ერთგულება დაცული ბუნებისა, სხვა ერთგულება ღვთისმსიტყვისა. ანუ ნათელი მიიღე შენში განათლები და მაშინ ნათლით დაინახავ შენ. და შენ თუ ნათლში იქნები. თუ შენში არ არის ნათელი ჭეშმარიტებისა, ღვთისმსიტყვისა, წყალობის სიყვარულისა, მაშინ სხვადია შენ უკვე დაინახავ სხვანაირად და უკვე ეს ხედვა კიდევ უფრო დაგამდიმო შენ. ხო? აი ამას ეხება ეს სიტყვები, ზოგადად ვიტყვით, რომ ეს ერთ-ერთი გამონათქვამია მთაზე ქადაგების, რომ თუფალმა დაიწყო თავისი მოღვაწეობა მოტაფებთან ერთად და აი ცუდად დღეს ეს ტერმინი ხირებულებათა სისტემა არის. და რადგან ეს მათი მახარებლის მიერ ჩვენთვის სახარით მოწოდებული სიტყვებია მაცხოვრის და ამით იწყება სახარება. თუ შენში ეს ნეობრიობა არ არის, აი ამ საზომით შენ თუ არ უდგები ქვეყანას და მოვლენებს, მაშინ შუეთ ვერ განაცდები და
ისეთ აქ საჟომატე სიტყვა მაშინ ბოლო სახარება იოანეს სახარება თავდება სერვერობაზე მასხვის საუბრით სადაც უკვე ჭეშმარიტად სარწმუნოებრივი და სულიერი ჭეშმარიტება არის განცხადებული ღვთისშემეცნებით და არა მხოლოდ ადამიანზნეობრივი ცნობიერებით შეფასების საჟომი ღვთის სიტყვა არის და აქვე ვერა დღეს სხვა სიტყვებით იყო დაკითხული ადამიანი მიდეკილია ამ ქვეყნიური ღირებულებების შესაძენად მათ შორის უბრალოდ საჭმელი სასმელი სამოსელი და უფალი ამბობს რომ ნუზრუნად რა ის ჩამოდა რა ის სხვა და რა ის შეიმოსოთო თავის საზრუნავი არის რომ რა ეძიეთ პირად სასწრაფთისა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველ შეგიძლიათ თქვენ რაც ჭირდება სხეულისთვის მოგეცემა თავარი ეგ არ არის თავარია შენ რასან ჭიფუტირათესობას შენ ცხოვრებაში სულიერ საზრდოს და სულიერ საზომს თუ კუჭის და გარნული შენების სამოსელი იქნება თუ მაკიაჟი იქნება თუ სხვა სახის გამშვენება ეს ხადი რომ პირდაპირ არ უნდა გავიქოთ ხო ეს სიტყვები კი ხო და წერილი ხო სიმბოლური ენა იქ თუ არ ხედვა სულიერი ვერ გაიგებ იქ არასოდეს გაიგებ უსურვოთ როცა გეუბნება თქვათ როცა სასჯელზე სასჯელში ფიზიკურ სასჯელს არ გულისხმობს სასჯელი უკვე იმისთვის ვიცა არ ითხოვს სიმართლეს და პირიქით მალავს ამ სიმართლეს და გაუგის ამას და უკვე დაჟელია რომ არ უნდა მასში შემოვლეს სიმართლე არ უნდა გაიზიაროთ იმიტომ სიმართლეს ნათელია და წარმოაჩენს ადამიანის ანუ ორგულებას ორპირობას გარკვეულად სუბიექტურას მიდგომას როცა არ უნდა უთხრა რა უნდა იცადო რომ დაანახო არა მასავდა და მაშინ უფრო მძიმდება როცა თავის მართლებას რო იწყებს და პირიქით შეტევაზე გადადის და შენ გაბრალებს იმას რაც თვითონ ჩადის თქვენებება ამიტომ გეუბნები თქვენ ნუზრუნავთ აი თქვენ ამას ამბობთ და ესე იგი ადამიანი როცა ამ სიტყვებს ისმენს იტყვის აბა თუ არ ვიზრუნო ვინ მაჭერს და ვინ მასმევს მე აი ვერ გაიგებენ ამას ხო ხო და გეუბნება ედისერფტისას იმას და ყოველ შეგიძლია მოგეცემა რატომ მოგეცემა შენ თუ ეთისის ადამიანი ხარ საქმეში მაშინ სანდო ხარ და ყველა საქმის წარმოებელს ჭირდება გეში სანდო ადამიანი ყავდეს ადიოსა ის დაგასაქმებს შენ თუ შენ ეთილ დატყობილი ხარ შეიძლება და სიკეთეს უკეთებ სამაგეროთ ის ადამიანს ხო თქსინს კარნახით შენ სიკეთე გაკეთები იმიტომ რომ არ გეთო სამაგეროდ გარაგიხადონ არა შესაძლოა აქ წერია რომ თუ თქვენ ამას საკეთებთ დაიპატიჟებთ იმას ვინც მე დაგპატიჟებსო პატისმიაგეთ ვინც მე პატის მოგეთ ამ ესეც ანგარება არის დიახ არა კი ერთ-ერთი ფორმა ურთიერთობის მაგრამ არა იმ მიზანი ის არ არის რომ იმანაც შენ დაგპატიჟოს არა მიზანი არის რომ ჩვენი ურთიერთობის ადამიანის სიყვარულის და იმას შეუძლია მეტი თქვა გახარჯოს ამ სუფრაზე და მე შეიძლება ნაკლები მაგრამ გულწრფელობა არის ამ საზომი მთელი გულით აკეთებ მართლმსაყვალად აკეთებ თუ უბრალოდ იმისათვის რომ სამაგერო გადაუხადო ადამიანს ხან იმან გააკეთე შენ იმას ნაკლები რომ გააკეთო და ვალები შენ ჩავარდე და გააკეთო ამას არ ეთქოს უფალი თქვენ აქ სახარებაში უფალი ბრძანებს რომ არავის შეუძლია ორი ბატონის მონება ან ერთის მოიძულებს და მეორე შეიყვარებს ან ერთს დაემორჩილება და მეორეს უგულებელს ყოფ ვერ შეძლებთ აი ეგი როგორ უნდა გავიგოთ რა იგულისხმება მაშინ მით უმეტეს დღევანდელ დღეს ადამიანები უფრო მატერიალზე არიან დამონებული მაგრამ
აქაც უნდა მოდით სრულად განსაზღვროთ ვინ არის ბატონი დაურუფალია ვერთი შეუცისა ქვეყანისა შემოქმედი შექმნა ადამიანი და ყოველია და რაც ქვეყანაზეა გარშემო მაგრამ არის ხო ბატონი ეს გადმოგდებული ქვეყანაზე რათა აცნუნოს უშეშადებს თუ შეძლებს მართლებით აცნუნოსო რისიც არის ამისი აქ მასწავლს გამოისწორ ჩვენი თავისუფალი ნება აი არჩევას გთავაზობს ის როგორც იქ მაშინ პირველ დედაკაციო დაელაპარაკა ხო არჩევანი ქონდა მოცემული დაუწყო სწავლება ეს მაქვს აქეთ შენ გონებას დაიპყრობს თვითონ და სასწრაფში შეგაგდებ შენ ხოლმე მეტომ რომელ ბატონს ემსახურები შენ მაცხოვარს მაშინ მისი თქო ცხადი არის შენ თქო არც ემსახურები ვის ემსახურებ დაცულ შენში ბუნებას ემსახურები ჭამასმას ჩაცმულობას სიმდიდრეს მაშინ სიმდის სიხმა უნდა გააჩუმო შენში რომ მიაღწიო მას თუ მიზანი გამდიდრება მაშინ გამდიდრების მთავარი ის არის ბატონი შენი ის კარნახობს მაშინ როგორ მიაღწიო მას და თუ შენ სიკეთეს აკეთებ და ვიღაცა ამის მადლობას გეუბნ და ამით შენი მიზანი არ იყო გამდიდრება მიზანი იყო სიკეთე და მეტომ მათხოვარ გეუბნება ეძიებენ სასოფთის სიმართლე და ყოველი შეგეძინოს თქვენ ხო უფალი მოგცემს ვიღაცის საშუალებით თუ ხედავს სხვაგან ალბათ რომ შეხედეთო ცისფრინველებსო არც ესავენ არც იმკიანო და უფალი ზრდის მათო ეზეო მათო ასე შენს თითქოს ფიზიკურად არ აკეთებ მაგრამ შეიძლება სულ ისე თავად აკეთებ რომ სამაგეროს გიხდი და მადლიერე შენ სხვა ადამიანები ან უფალი გამოგზავნოს ვიღაცას ვინც ამას შეგეწევა ამით ხო ეს გავიწყება ჩვენ მახსენდება იქ ერთ-ერთი მონასტერი აცონის სტაჟზე ხო არ ვიცი რომელი მაგრამ იქ არის წმინდა გიორგის დიდმოწამე გიორგის ხატი და ამ ხატის ისტორია ესეთია რომ მას აქ სახეზე აქ თითის კანი დაცინეთ და ისტორია ესეთია რომ ეს ხატი სასურველი მომდა წმინდა მიწა გადმოგზავნა ათონსტაზე როგორ და ერთ-ერთ მდეთავარს ეს უთხეს ბერება ეს ხატიაო ახლა და ეს თავის მოვიდაო დაადო ხელი რუსთა ესახეს და უკან ვიღაცა იყო მიეწება ხელი ვერაფერ პროექტს და შემოაჭეს ეს კანის ნაწილი ხელი და ის დარჩა სახეზე ახლა იქ მოსულ ერთი მეზღვაური გემის კაპიტანი იყო და დადგა ითო სასოფლო ხატია და მაგრამ დიდი მოცელი არ იყო მარტივად ხა გიორგიო აი გამიგერა კაცრათო მინდა რომ შვილი მყავდეს არა მყავსა და მინდა თან ორი მინდა რომ ორი მყავდეს რა ორი და აღარ შეიძლება წავით გავით ერთი წელი და მოადგა გემი ამ ნავსადგომთან ამ მონასტრის და გადმოგტომრებით მურულეული ბრინჯი და მაკარონი ფილი შაქარი ზეთები ყველაფერი და რა ხდება ვინ არიან ეს და გადმოვიდა ეს აქცია გემის კაპიტანი ამსო მეო ერთი წლის წინ ვთხოვეო გიორგისა და მომცაო ტყუპები გამიჩნდაო ეს მადლობა გადაიხადა და მონასტრის ეს საგვიტო რაიონში პროდუქტით კაცო ხო მითუმ არაფერში მონასტერი მონასტერი ამ ხატს ემსახურება და ხატის მიაგებს და ეს ხატი მოგვიდა სასწრაფო მოხდინა რამდენი ესეთ შემთხვევა ეხლა აღარ დავიწყე ფაქტებს ერთი ეს 90 წლებია და პარეს კუთხით ერთ სოფელში შენდება ერთ მონასტერი
და მონასტრის იღუმინია ეძებს შემოსავლა და თუმცა გაისწროს მუშები და თანხა არ აქვს. და ნუ ყავს მშობლები ცხადია და ნუ მამა ეხმარება რაღაცაში, მაგრამ არ იზიარებს ხოლმე რა, ნუ აი რა შვილმა დაიჯერა ესე და უნდა მიიყვანოს მონასტერში. მე გზად საწვავნა ჩაეცხა და გაჩერდა და შვილმა უთხრა მონასტერმა რომ არ ვიცი ხა აი რომ ჩავალო ეს მუშები ელოდებიან და რითი გადაუხადო არ ვიცი და რამდენია და დაუთხა თანხა შვილ ამ თანხა სადიშოვია ხა ეს ეუბნება თავიც უფალი მოგცემს კაი ერთი ცენტრა ხა მამო მე გაჩერდეს გასაკუთრებთან რომ ჩაეცხა საწვავი ეს მონაზონი გავიდა გარეთ და თან დეფილირებს იქ წინ მოკრის რაღაცა ინომარკის მანქანა და უცებ მკვეთრად დაამოხუჭა, უკან დაიწია, განმოვიდა კაცი, მივიდა მონაზონთან და რაღაცა პაკეტი გადასცა და ჩარჯე მაგას წავიდა. ეხლა იქ გაისოსა და ეს ჩარჯე მანქანაში მამაშვილი და მომიწევ, ვინ იყო ეს კაციო და როგორი ჩერა მანქანა, არ ვიცი, ნუ რა ვიცი კაცო, უკან დაიწია, დახე მანქანა, რაღაცა გამოგცა, რა გამოგცა, ნახო ეხლა რა გამოგცა და გახსნა და რუსეთის თანხა იდო. იქ ეუნა მამი აის თანხა მომცა კაი ნუ გამაგიჟე შიდა ხომ ხარიყავთ რასა არ ვიცი ვინ იყო საიდან გვარიცაკლია ხო და აი ეუნა მამა აი კიდე რა ჯერაო არ ვიცი მოწყობილსა გავს მოწყდა თქვენგა ხო აი მაინც გაუჭიდა ამის დაჯერება და თვალთი მოხდა რამდენი შემთხვევა არის ჩვენ მამათა ცხოვრებაში ვგებულობთ ამას და პირად ცხოვრებაში ჩუხდა. აი თქვენ პირად ცხოვრობდი და რას გაიხსენებთ მე? ხო, მზასწრებს მეც მქონია. მე მახსოვს რომ ტაძარს რო აშენებდით. კი, და რაღაცა ის ბოლო ფიქრობდა და ვიღაცამ შემოწირა და ის ვაძებს მე რომ აი შემოწირულია თანხა და ვისტუმრებდი. სანამ არ აშენდა ტაძარი, უთ აშენდა ეს შემოსავალი შეწყდა. მე ხო თქვენი მუშაობთ. და ნუ იქ და მიწები არ პატრის კურთხევა იყო რომ ამ ძიმე წლებში ჩვენი წინაპრების გავსად მიწა დაამუშავეთ ის გარჩენდა თქვენ რა გინდა თუ ხო ის უყურებთ და აი იქ მე ჩემთვის პროდუქტი საწარ მაგრამ არ განსხვავება კოლმეურნება სხვა არის და როცა ორი წელი ხალხ შემოსავალზე და მე როცა შენ მოდელად გაქვს ბიბლია მოდელი რომ ეს სამყაროს სამოთხე და შუაში ხე ცხოვრებისა უფალთან ურთიერთობისა ნუ აქ ტაძარი ლოცა ტიროლოცა ვედრება ღვთისმსახურებები და მართლა მე შევდივ ჩვენ ეს და მრავალპროფილიანს მეურნეობა შეიქმნა ბოსტანიც არის ხეხილიც არის ვენახიც არის ვიცი იქ ცოტა ფრინველი ცოტა საქონელი იყო და იქ მორაზები და მორჩილები მსახურობდნენ იქ და ხოდათ შემოსავალი აი ხა ცალ 30 წელი არსებობს შეიძლება ისტორიულად ეს არაფერს არის 30 წელი მაგრამ ადამიანის ცხოვრების 30 წელი მისი სიცოცხლის ნახევრია მე მახსოვს თქვენი მონაყოლი მიწა როგორ გამოგცეს და ტაძარს რომ აშენებდით მიწა და სახლი ხო კი თვითონ იქ ჩვენ იქ ბინა არ ქონდა რაფერი და და დავთესეთ მეგონა მოსავალს ავიღებთ საერთოდ ნუ ახლა სოფს მეურნეობა დიდ ცოდნას მოითხოვს ადამიანისგან მარტო ფიზიკური შრომა არა საკმარისი და იქ მოვიდა პიროვნული და ვითხო აი სახლი მაქვს და თუ იყიდით რომ ხა თანხა არა გვაქვს შემოდგომაზე მოსავალს ავიღებ გეკნებოდა და მე შევთავაზე რომ თუ გვენდობი მეთქი ეს საგარეყო სახლი იყო უკვე იძარცებოდა სახურად გადახურვის ნაწილი იყო წაღებული იატაკის ფიცები წაღებული იყო კარფანჯები მოსული ნუ შემოდგომაზე მეთქი დაიშალოს ეს სახლი და ეხლა თუ მოგცემ შევათო გამართავთ ამას აღმადგენთ ეს და შემოდგომ მოსავალს და მე გაგისტუმრებ მეთქი
გავიდა ერთი კვირათი დღე და ხო ეს და დასწა საკუთებს ბაიდერებში დაატყობილი აგენძული და ეს მთელი დოკუმენტაცია მსახურსა თქვენი იყოსა თუ ამას გადამირჩენთო მე არაფერი არ მინდა და ის წასვლას უცხოეთში და შეიძლება თუ ვერა და კიდე გავიდა ხოდა თოდა ხანი და მოვიდა და არის ღმერთი ამას გრიკარტი მოვიგეთ და მთელი ოჯახი მიდიოდა ზედა პენსიონერი იმას ბინა ცალკე მის პენსია დაუნიშნეს თვითონ სამსახური ნახა და ბინა მიიღო და მის შვილები დასაქმებული დღესაც იქ არიან მოვაწეობენ და ეს ხო სასწაულია ხა მე უფერ ხო და ის ხა წარმატებულია იქ არის არქიმანდრიტი იყო ეს კაცი და სასულიერო პირი გახდა სასულიერო არქიმანდრიტია ხო ქართულ სამბრელოს ხელმძღვანელობს მე ქალაქს აღარ ვასახელებ ისეთ ცნობილი პიროვნებაა მაგრამ ეს სულიერ იმჯერა და სულიერად მიიღო შესაბამისად ხო ეძეთ სასწორთისას იმაცას მისცა ხო შეგიძლიათ თქვენ აი შედა ჩვენ შევიძინეთ იმან შეიძინა ყველა გახარებული ერთმა მეცა გონებება ჩვენი სახარება დავიწყეთ სანთელი არის თქვენ თვალი ხო? ხო და აი არსებობს თუ არა ცუდი თვალი აი ადამიანმა ეციან ხალხური არის რომ იმას ცუდი თვალი აქვს ბოროტი თვალი აქვს თუ შეხედა საქმე კარგად არ ძაგივა და ასეთი რაღაცები თუ არსებობს მე ბოროტი თვალი თვალი ღვთისგან აქვს მოცემული ადამიანს მაგრამ მისი შინაგანი როგორი არის შეიძლება სასიკეთს მოცემული ბოროტს გამოიყენო ხო? დიახ. ხა ქიურსა დანაუკავიერო გადაარჩინოს ადამიანი და კლევსა დანაუკავიეროს მოკლას ადამიანი გააჩნია იარაღი ქარაფეშუშია ხო? ასე აქ არის შენ გახო თვალი მოცემული დაინახო სიკეთე სიბრძე მშვენიერება გამოხატო ეს კიდე და მადლიერი იყო ეს საშუალება გაქვს დანახვის ამ სილამაზის და მშვენიერების მაგრამ შენ თუ შური გიჩდება ვიღაცის მიმართ ვიღაცას გინდა შური იძიო ვიღაცაზე რაღაცა გეწყინა მისგან ხო მაშინ თავისთავად უკვე შენ გამომეტყველებაში მაგრამ თვალი არა თუ გამომეტყველება სახისა სხვანაირი ხდება ну და თვალ მაქსიმუმ დაიღო და ხო გულშეთი კონდეს სახელი სხვა რამე გამოისახოს. ამიტომ მასე უკვე გამოსილებს იციან რომ თუ შემოხედა შეიძლება ან შურის თვალით ან სიძულის თვალით შემოხედა მაგრამ იქ იღიმის მაგრამ შურს შენიან უკვე უნდა ბოროტება უკვე ის ხდება მსახური მაცდურის ეშმაკი მსახური ხდება რა მხრივ რომ რასაც ხედავს სულად ხედავს მის გაკეთებას უნდა აუცილებლად ბოროტება როდესაც მიაყენებს და ეს სიამოვნებს ესე გარკვეული მაზოხიზმი თუ სადიზმი მაზოხიზმი საკუთარ თავს უკეთებს ცოტა ბუნებრივად მაგრამ სადიზმი სხვა სხვის ტანჯვას უნდა ინახავს ხარობს რომ თვითონ არ იტანჯება მაგრამ ვერ ხდება რა ტანჯველის მას შემდეგ გენოფება არის ასეთი შეკითხვა უფრო კარგად ესე იგი ვიდრე ადამიანი რომელიც ეკლესიურია მაგრამ ესე იგი არის ადამიანი რომელიც არ დადის ტაძარშიო რომელიც წმინდა მორალური პრინციპებით არის მეორე რომელიც ცხოვრობს ამით ხო და არის რომელიც არაფერს არ აკეთებს ტაძარში არ ადის წირვალოცვას არ ესწრება და იქო როგორ იქნება ესო შევა სასოფეოში და დაიმკვიდრებსო აი ბოროტებას არ აკეთებს და რომელიც ტაძარში დადისო წირვის შემდეგო ცოდავსო და შეცდომებს უშვებსო და რომელი მივა უფალთანო გეკითხებიან რომელიც არ დადის და სწორად ცხოვრობს თუ რომელიც დადის და ცოდავს და ვინ არის გამკითხველი ღმერთი ხო ესე იგი თუ განგებს ამ კითხავს ეს რომ ჩიხში მოაქცე ადამიანი თხადია უკვე არასოდეს დასმული კითხვა მაგრამ ასეთი ანტინომიების შეთანხმება გუთუბალ შეუძლია როცა ეუბნები რომ აი რა ვქნათო ხარკი კეისარს გადავხოთ თუ არა ძველი ჯულის თანახმად
წარმოთ მეფეს არ უნდა გადავხოდო ხარკი. იმიტომ შენ ხარ ღვთისა ერი და ის კიდე ამ სოფლის არის, ის შენ ხარ უპირატესი და ხარკი რომ არ უნდა დავხადო. მეორე ხარ თვალ გადავხდი იმას ძალოფრებამას ის დაგშიშენ დაგართმე ქონებას და ციხისშევანდებს. და ეკითხები რა ვქნათო? კეისარსო ფული გადავხოთ თუ არა? ხარკი უნდა ვხოთ თუ არა და უბრალოდ ხმაჩინეთო მონეტაო როგორი თიხით ხარს ჩემს და ადრეტეს იყო რომ იმ დროის მეფე ვინც იყო თავის გამოსახულებას იმ ბეჭდავდა იმ მონეტაზე და არ ვიცი სახეებსა და ვიცი წარწერა არისო კეისთისო კეისარს კეისისა მეცითო და ვერს ღვთისაო მეცითო ანუ რა სიდის ნამუსი სიტყვიდეს სიმართლე ზნეობა გეშმარიტება სარწმუნოება ეს ამით უბრალოდ მსახურე და ისაც ამ ქვეყანას უნდა გადავხადო კი მაგრამ თუ ის გაიძულებს უჟიობის ჩადენას მაშინ არ უნდა გამოსაღდი შენ ამ საფერს ცხოვრობდა ხო დატყდა ხოლმე ეხლა ჩიპები არის და რა გვეშველება და ყველა დანომრილი ვარ და დავიღუპეთ და თო ის ბეჭედი რომ დასმული იქნება რას ისეს რომ შენ ხები თან მარჯვენა ხელზე და შუბსეო ანუ გონებით და საქმითაც და გულით ბოროტ საქმეს აკეთებ და ინ ხარკი კეისარს გადაუხადე კეისრის მიერ მოცემ ფულით ეს გაისტუმარი მაგრამ გულში რა გაქვს შენ განთავისუფლდი ამ გადახადით რომ აკეთო სიკეთე და გააკეთე სიკეთე უფე ასეც ხო შეიძლება რომ დავსვათ ეს კითხვა რომ კი ის ცოდავს მაგრამ ჩემი შვილია ჩემთან არის მაინც მაგრამ იმას საერთოდ ჩემთან არაფერი არ აქვს კი ლაბარაკობს მოწესრიგებული და პატიოსანი კაცი ვარ და მამას ყველაფერს ვაკეთებ მაგრამ ღმერთთან ის არ არის ესე შუბელთან არ არის ხო და მე რა ვიცი ის ღმერთთან როგორ არის ადამიანი არ დადეს ეკლესიას ღმერთს არ აღიარებს და პატიოსნობა მარტო აცხონებს აქ ამაზეა ლაბარაკი ხო მაგრამ რა არის დღეს არ დადის ხვალ არ დადის მე რა ავაზაკი ვოროტებას ჩადიოდა მაგრამ ავაზაკი რატო იყო რატო ჯვარცმული იყო რატო და თოდების გამო მაგრამ მიერწმონა და ახლა როგორ შეიძლება სიკტირის ბოლომდე განაჩენი ჩვენ არ უნდა ადამიანს თეახნებ ის არის იმიტომ ბოლო წამების სიცოცხლისა ხდება შეჯამება განცხოვრების წამის ყოფით ადამიანის თვალთი გადაუცელი მისი ცხოვრება და მე ხშირად ვიხსენებ ადამიანს როგორც არა მეგობრად ყავდა ოჯახიც იყო საქმეცაც და კარგი სახელი ქონდა მაგრამ თვითონ არ დაიკვირს ეშია და მარხოს აინახავდა მაგრამ ბოლოს შვილები დადიოდნენ ეკლესიაში მორწმუნეებს და ბოლოს მან მოითხოვა ზიარება ნუ თქვათ ახშარება უნდა თქვა მეთქი და თქვა არასოდეს ცხოვრობდა მე თან პატიოს აი ერთ სიტყვაში მთელი თავის განიცხოვრო რომ ეს არასწორი იყო აღიარა შეინანა არასოდეს ცხოვრი ხო მოგლა ფაქტიკა თქვა ეს ჩემდე არასოდეს ცხოვრი აი როგორ შეიძლება ორ სიტყვაში შეაჯამა თიანა და მაგრამ მიხდა რომ აი საზომი განცხადა მისი ღვთის საზომი და მისი საზომი ცხოვრობდა ისე იყო ფუჭი დამო მეორეს კითხვით კიდე ერთი ახალგაზრდა ალბათონი იყო ალბათ 40 წლამდე 38-ის ახალგაზრდა იყო ხო ცოდნე ნიჭიერი თვითონ ტექსტზე და სიმღერის თვითონ უკრავდა მღეროდა ნუ აი ესე კი საზოგადოებას უყვარს ესეთი აქტიური ადამიანები და სიმშვიდე ქონდა და იყო მიჯაჭული იყო საერთოდ და ითხოვა მოძღვარი მოვიდესო და მოითხოვეს რომ აი არავის არ უშვებს თავის ოთახშიო მარტო დაშედის რაოთას გაუკეთებს და დადის გარეთ არ ელაპარაკება არავისო და არ ვიცი და მოძღვარი ითხოვოდა რომ მივედი ნუ შევდა ვიცავთ ერთმანეთს და მითხრა რომ აი უკვე მე სიცოცხლის ვაზე დგევარ
მარადიულის შედგება და ეხლა ჩემი ფუჭად გატარებული წლები მომეწიმებს მე ყველა მიყვარს ჩემ მეგობრებიო, მაგრამ მათი დანახვა მახსენებს ფუჭად გატარებულ წლებსო. ამიტომ მინდა რომ განთავისუფლდე ამისგან. იმიტომ არ მინდა იმას დანახვა. აი, მოიგანია იმანის. არასოდეს ხო. გავიდა სინამდვილე. ხო, ყველა ნიჭი ხონდა, მაგრამ ეს ნიჭი რა რომ ართობდა მეგობრებს, თვითონ ერთობოდა, რომ ხარდა რომ ყველას მოტონა ტაშუკრანა რა მაგარი ხარ, რა ისა ხარ და აი ეს ახარებდა მას და ეხლა მიხსნა რომ ეს არაფერი ფუჭი ამაოა და აი მარადუხთან შევდგეორო და რა უნდა უოტარ გიხდეს წინაშე არ ვიცი და რო თავარი გამოიმზადო ამისთვის აი ეს ჩაკეტვა მაგეთი იყო აი როგორც უდაბნოში გასვლა ეს სოფლის უარყოფა და მომზადება მისის და ესე გავიდა სოფლიდან ჩვენ მეფე არის ასეთი წეხან შევეხეთ თვალს და არის ასეთი კითხვაც არის თუ არა თარსით 13 რიცხვი ეს სოფლიდანაც მოიგონეს ხოლმე 12 პატრიარქი არის ძველი აღთქმის დიახ ნორჩენში 13-ია რატო? და იოსებმა მე მამას თხოვა მისი ორი ვაჟი ეკურთხებინა იოსების მაგივრად და როდესაც ახლო ქვეყანაში დაბრუნდებითო და მიწებს გაინაწილეთო აი ჩემ ორ შვილსაც მიეცეთ ნაწილები გამოვიდა რომ ეს 12 ტომი და პლუს 1 ის 1 აი ყოველთვის მიწა არ მისეს ლევის ტომია სამდელო ტომი სამდელო ტომმა მიწებს და იმის ზრუნვით არ უნდა იცხოვროს ერის გამაერთიანებელი უნდა იყოს ყველა ტომს ჰქონდა უფლება მასთან დაანათესავების და იმას ყველა ტომთან დაანათესავების უფლება ჰქონდა აი დანარჩენებს ეს უფლება არ ჰქონდა ანუ ერის კონსოლიდაციის ფიზიკურიც და ბიოლოგიური და სარწმუნოებრივი ეხლა 12 მოციქული ქრისტესი მე-13 პავლეა ეხლა 13 რიცხვი რა ცუდია კარგია არა ყოველ თავისი მისია და დანიშნულება და ამიტომ თქვა რომ ეს მაშინ მე-13 გვერდი რა ამოუშალოთ მაგრამ მეორე გვერდზე მე-14 რა მოყვება ამ მე-12 იყო და მე შემდეგი მე-13 რა ვქნა ამოხია ეს სულ ხალხური რწმენა აი ესეთი აბსურდული რაღაცა და ეს სულ რწმენები შემოდის თვითონ ჭეშმეტი რწმენა არ აქვს აი ცარიელი რო ჭეშმეტი რწმენისგან დაცლილი აი მას ავსებს მე აი ესეთი ცდომილი რაღაცა გადმოცემები და საიდან მოიწონეს ხო ბევრი ამას ამბობს მე ურწმუნობის გამო თორე როგორც თქვენ მეფეობა ასე ვთქვათ ბედი არსებობს ბედს ჩვენ თვითონ ვქმნით ხო ბედი არსულ განგება ღვთისა ნება ღვთისა რომ ჩვენი ცხონება უნდა მაგრამ ჩვენ თვითებური ქმედებებით უფრო ხშირ საწინააღმდეგოსაც ვაკეთებთ და აი ამ ჭიდილში ღვთის ნების ჩვენი გადარჩენისა და ჩვენ თვითნებური ქმედებისა ჩვენი ბედი ანუ ჩვენ ვქმნით ამ ბედს უფრო გადარჩენა უნდა და შენ ეწინააღმდეგები ამას გაურბივართ და ვისი ბრალია ხო და თან საზღვრები რას ისავს ბედი როგორც ბედია თუ გამდიდრდა თუ აი შვილები დაქორწინდა ისეთი მთელ გამდიდრდნენ აუ რა ბედი ეწიაო ხო მაგრამ რა გზით გამდიდრდა როგორ გამდიდრდა გამდიდრებას მე როგორ იყენებს ეს ადამიანი შეიძლება პატიოსად გამდიდრდა მაგრამ მე ეს ფიზიკად ადმირის და ამ სიდიდეს უშუალოდ შვილს თუ დაუტოვებს მე შვილმა შეგაფლანგო კიდე და ბოროტ ცხოვრებას ეკედა იმიტომ ეს არის ადამიანის საზომი და რა ღვთის საზომი ასე რომ მივუდგეთ თქვენ მეფებამ გამოდის რომ თუ ეს ბედისერა და ასე იქნება შენ არც მოსავალი დავთესოთ არც არაფერი გავაკეთოთ ხო ბედი ასე იქნება რაც გვაწერია ის იქნება ერთმა ესე მითხრა რომ ასე ამბობენ ჯარი ხალხს სასოფლო საფლავზეო
არ დარგოთ, ის დარგო, აი გარდაიცვალა მე და ვინც არ დარგო, არ გარდაიცვალა მეთქი. ანუ ელემენტარული ლოგიკა ის უნარს კარგავს ადამიანი. აი მაგიურად ფორმაცავით არის მასტური სიტყვა. საიდანაც მოტანილი და იმას როგორც დოგმაც ღებულობენ. უპრობლემო თათა ყოველგვარი კრიტიკის გარეშე და დაფიქრი რა მე რადგან ამას მივედიხით ეგეც მინდა მაგრამ რო ვთქვათ ეს კითხვას და ასე ვქვია დავსვა და თქვენ ალბათ გაცემთ პასუხს წესროულგებთ და ხანდახან იცია მოსაბუნებელი მეც ვთხარი რა ვარ რომ ამოვიღოთ მოსაბუნებელი ხელის მე არ მოგდება და არაფერი არ იქნება თქო რას ნიშნავს ეს თქო არა მე არ მისმის ეს არა რომ თვითონ რომ მოვრუნდეს ის ნივთის გულის მოვრუნდეს ესეც ას აბსურდებს მსჯელობას ვაზრობა იქნება ხო ვისაჯეს პასუხი და იქ წერილი შესმოიტება და ჭესმე გაგათავისუფლებს შენ ამ ყველაფერი მონაგონი მასტური სულისგან ესე აქ თქვენ მე გასვენების დროს როცა სხეული გამოყავთ გამოასვენებენ სასახლესთან ერთად 3 წრის გაკეთება, სკამების წაქცევა, საინების დამტვრევა, ხეების მოჭრა და რა ვიცი 1000 რამეს აკეთებენ ასეთ რაღაცებს. ნუ რაღაცა ეს დანახული ქონდათ. რო ხდებოდა აი აქია ცხედრის შემოდანდარში ხო ის არის აქია ხატი და მისგან შემოწევით ხომ შემოებრუნებინა თავისთავად მაინც ეს მოდელი უნდა ყოფილიყო და შემოდა და გაასვენებდნენ თუ საშუალო პირია ხდება საკუთხეოდან იქ შემოbrunება და იქ ყველა შემთხვევაში და ესე დამშვიდობება სავით მაგრამ ეს მაგიური ფორმულა კი არ არის აუცილებლად ეტო სახში თუ არის საშუალება მაინც უნდა შემოაბრუნო თუ სახით აქეთია და იქ და ამაზე ამჟელობათა არ ღირს მაგრამ რო უთხრა იმ ადამიანს იმას უკვე ეს დოგმა მიღებული აბა შეხები ეს აკეთებენ ნუ მე არ ვაკეთებ და თუ ვაკეთებ იმიტომ კი არა რომ ესეთი წესი არისო ფიზიკურად უბრალოდ როგორ უნდა გავშვენო უკუღმა ხარ გავშვენე უნდა უგულო უწესი ის გავშვენე კარგი ბოლო შემოდეთ რამდენი შემოაწერებ ეს ხო ანიშნავს ეგი რომ აი თუ ისე არ გავაკეთეთ ვიღაც გარდაიცვლება თუ გავაკეთებთ აი თქვენის თქმის არგოს არ გადაიცვლება ხო მაინც გარდაიცვლებთ ყველას თავის გასვლის საათი და წუთი აქვს ნუ არის მით რომ თუ სწორად აკეთებ შენთვის არის ასიკეთოთ თუ არ სწორად აკეთებ შენ სარგებელი არანაირი გაქვს ამისგან მაგრამ სწორი რომელია და გონება ისი გაქვს მოცემული ადამიანს თუ წელი არის გონება საით მოუხმე რა რას გეუბნებიან თუ გონებით არ იწიებ ფავს ჭესოდ ვერ მიხვალ პირდაპირ წერილი ხო მიახდ უფალს და მოგიახლება თქვენ ხო ეძიებ და პოვოთო ვიდრე განგეღოთო ვინა გასიასა თქვენ ეძიებ ჭეშმარიტება და იპოვითო ირდეთო ანუ ლოცით უფალს მივართეთო და განგეღებაში მოგეცემა მისოლა ანუ წერილში ყველაფერი მოცემულია ჩვენ საცხოვნებლად მაგრამ წერილი არის ხალხმა და პოლიტიკური საზომით იწევს რომ აი მე მარჯვენა ჯობია თუ მარცხენა ჯობია თუ კიდე ვიღაცა ყირა მალარუდადის ის ჯობია ვინ ჯობია არც ერთი არ ჯობია იმიტომ რომ ამ სოფლის რაც ემსახურებს მშვიდობას სიმართლეს ხო შენ დაიცავ მშვიდობას სიმართლე სხვას ნოატრხებ ნუ შეურაცხყოფ ნუ განიკითხავ ნუ ქვას ნუ ესვრი ნუ განძღავ ნუ აგინებ აჩერდი თქვენი ბეფე არის კიდე ასეთი მანქანით რომ მედიან კატამ გადამირბინაო ზოგი ჩერდება სანამ სხვა მანქანა არ გაივლის არ წავა სხვა სუშოს ცუდისკე მე ასეთ მიტყოდი მოციქულების წინ კატას რომ გაერბინა შენ გაჩერდებოდნა ერთ-ერთი იმამ ეკლესისა
კირილ ალექსანდრეს თვალსწრები ერთი აქვს სახტა რო გადიხარო ჯერ ილოცეო და კარს უღაღებ ჯვარი გადასახეა ღვთის კურთხევითია რო ქვეყანაზე ჯვარი ჯვარი წადი ასეთ რაღაცა სხომგადაიარს სხვა ცუდის უსურებ ხო ეს გამოდის მე ვფიქრე ხო და ეგეც ხო ცუდია რო შენ უკვე ცუდი გააკეთე შენ უკვე ცუდი გააკეთე რაც შეთვის არ გინდა სხვას ნუ გაუკეთებ ხო სახელმწიფოს კანონი მაგას ეუბნება რაც შეთვის არ გინდა სხვას არ გაუკეთო რაც შეთვის გინდა ის გაუკეთე სხვას ანუ სხვა თო ისევე ღვთის ხატების არ შექმნი როგორც შენ და მაშინ ხატებას პატივს მიაგებ შენ თავსაც პატივს მიაგებ შენ იმ სიკეთეს შეთვის არ გინდა იმას გაუკეთებ ხო შენ გაუკეთები ეს რაც შეთვის არ გინდა იმას გაუკეთებ გინდა ულანძღო არ გინდა შენ ულანძღო გინდა არ გაგიკითხონ შენ უგანიკითხავ განავალ ჩვენი გადაცემაც მივახლოვდა და დავემშვიდობა ჩვენ ტელემაყურებლებს და მინდა ერთი რომ კიდე შევახსენოთ რომ აი საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით ტელეკომპანია არიონი ჩვენ გადაცემებს პირდაპირ ეთერში ესე როგორ თქვა არ იქნება გამეორებები ყოველ ორ შაბათს და ალბათ ღვთის შეწევნის და ღვთისწყალობით სექტემბერში ეს გადაცემები ისე პირდაპირ ეთერში გავა. ეხლა კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.